არსენი იაცენიუკი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ 2014-2016 წლის 14 აპრილამდე იყო. არსენი იაცენიუკს ძალიან დატვირთული და მრავალმხრივი კარიერა აქვს. ის 2005-2006 წლებში იყო უკრაინის ეკონომიკის მინისტრის პორტფელის ებარა მას. 2007 წელს იკავებდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას და ის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც მთავარი დიპლომატიური უწყება ჩაიბარა. 2007-2008 წლებში კი არსენი იაცენიუკი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე იყო. დღეს ის კიევის უსაფრთხოების ფორუმის დამფუძნებელია და როგორც ჩვენი მაყურებელი უკვე ხედავს, არსენი იაცენიუკი მზად არის უპასუხოს ჩვენს შეკითხვებს. დიდი მადლობა ბატონო იაცენიუკ, რომ გვერთვებით და დრო გამონახეთ. ვიცი, რომ ბერლინიდან სულ ახლახანს დაბრუნდით კიევში და ახლა უკრაინაში არის მართლაც განსაკუთრებული მდგომარეობა იმის გამო, რომ ვადებით შეზღუდულია და უკვე ბევრი ექსპერტი ევროპელები პირდაპირ აცხადებენ, რომ უკრაინას ახლა რეალურად შესთავაზეს კაპიტულაციის გეგმა. ფაქტობრივად ქვეყანას უწევს ტერიტორიული დათმობების და განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე უარის თქმა, რომელსაც უკრაინა ამ ეტაპზე აკონტროლებს. უარი უნდა თქვას ნატოზე, ასევე უარი უნდა თქვას გაყიდულ რუსულ აქტივებზე და რეპარაციებზე. მოკლედ, ძიმე მდგომარეობაში ახლა უკრაინა. თქვენი აზრით, რა გამოსავალი შეიძლება კონდეს ახლა ქვეყანას, თავად როგორ აფასებთ ამ გეგმას და რა კარტები აქვს ახლა ვოლოდიმირ ზელენსკის? Well, thanks for having me. დიდი მადლობა რომ მიწვიეთ. მე ვიცი ეს ომი უკვე 12 წელი მიმდინარეობს. კრიმინალი პუტინმა ვერ მოახერხა უკრაინის დაკავება. მისი ბლიცკრიგი ჩავარდა 2022 წელს. მე მახსოვს პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, როდესაც იგი მიეწო პრეზიდენტ ზელენსკის და უთხრა, რომ თქვენ არა გაქვთ კარტი. ჩემი მესეჯი შემდეგია. ჩვენ პრაქტიკულად ამერიკულ ინგლისურს ლაპარაკობთ და ახლა პრეზიდენტ ტრამპს აქვს კოზირები ხელში. დამოკიდებულია მის პოლიტიკურ ნებაზე. მზად არის იგი დაეხმაროს უკრაინას. იმედია მას უნდა დატოვოს ძალზე მძლავრი ისტორიული მემკვიდრეობა და მე ვიცი, რომ მას ნობელის სამშვიდობო პრემიას როგორც ჰენრი კისინჯერმა მიიღო, რომელმაც მოახერხა გარიგებას მიღწევა ვიეტნამში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ბევრი კოზირის კარტი აქვს ჯიბეში. ჩვენ 12 წელია ვიბრძვით უკრაინაში ამ ომში და ვიცავთ გლობალურ ფასეულობებს. ეს არის თავისუფალი სამყაროს ღირებულებები. მაგრამ შეიძლება ეს მოძველებულად მოეჩვენოს ვიღაცას, თუმცა მე მაინც ვწამს ამისი. ჩვენ ახლა ძალზე რთულ სიტუაციაში. ეს არის მთავარი. და სამშვიდობო აგრეთ წოდებული გეგმა, რომელიც მე მგონი რუსების მოთავაზებულია და უბრალოდ ხარი და უჭირესწინო ამერიკელმა მოკავშირეებმა, ეს არის კაპიტულაციის გეგმა. მე არ მინდა დეტალებს ჩაუღრმავდი, მაგრამ არ არსებობს არც ერთი დათმობა რუსეთის მხრიდან, ნული დათმობა. და ყველაფერი, რასაც იღებს რუსეთი, ეს არის უკრაინის მიერ დათმობილი, ეს არის ცალმხრივი გეგმა. ანუ ჯოხები ხდება უკრაინას და სტაბილო, ანუ ნამსხვარი თაფლაკვერი ხდება რუსეთს. ნუ ასე აშუქებს ამას ამერიკული მედიაც და მხოლოდ უკრაინელები არ მიიღებენ ასეთ კაპიტულაციას. ამიტომაც მოკლედ რომ თქვათ, პრეზიდენტ ტრამპს თუ უნდა რომ მშვიდობა მოუტანოს უკრაინას, ჩვენ ამ გეგმა თლიანად უნდა შეიცვალოს და იგივე ენაზე უნდა ვლაპარაკოთ ამერიკელები, უკრაინელები და ევროპელები. და ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც მიაწვება რუსეთს, ჩინეთს. აი ასეთი გეგმა გვჭირდება.
დიახ, როგორც ვიცით, პროცესებში ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ევროპელები და ჩვენ ნახეთ, რომ წინა ჯერზეც სწორედ ევროპულმა ინიციატივამ გადაწონა ტრამპის გეგმებით, რომელიც მაშინაც არ იყო, მაინც და მაინც სახარბიელო უკრაინისთვის. თქვენ ახსენეთ, რომ ეს გეგმა შეიძლება რუსეთში დაიწერა, გუშინ დასავლური მედია წერდა, რომ კრემლის კედლებში შობილი გეგმა. ასე უწოდებდნენ ისინი ამ გეგმას. თავად პუტინსაც ასე სწრაფად ამ ყველაფრის მოგვარება, როგორც ცნობილია, არ აწყობს. მაგრამ რა გავლენას მოახდენს თქვენი აზრით ამ ეტაპზე დასავლური ინიციატივა მოახერხებენ თუ არა ევროპელი ლიდერები და უკრაინა რა თქმა უნდა პირველ რიგში რომ მომავალ კვირას ტრამპის ზელენსკის შეხვედრა გაცილებით უფრო პერსპექტიული და იმედისმომცემი იყოს უკრაინისთვის. Here is the thing. There's just no other option on the table. აქ უბრალოდ მაგიდაზე არაფერი ატევს. ჩვენ უკვე ვიყავით ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციაში ანკორაჯის შემდეგ და მანამდე რაც წინ უძღოდა მას, როდესაც ასე ჩიხში მოგვაწყვიეს. ეს არ არის, ჩვენ არა ვართ ახალბედები. იგივე მაგიდაზე უნდა ვიჯდეთ და ვითამაშოთ მაგიდასთან. ევროპა, მთელი რიგი ევროპელი ლიდერები, პრემიერ-მინისტრი მელონი, სტარმერი ნატოს გენდივანი რუტერი რა თქმა უნდა ისინი მხარდავენ ელაპარაკებენ პრეზიდენტ ტრამპს და აუხსნიან მას რომ ეს არის ეს ყველაზე დიდი ომია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში და ამერიკელებმა უნდა შეიგნონ რომ დიქტატორები როგორც პუტინი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა ისინი წარს მოყვებიან ამერიკას და მის მოკავშირეებს. ანუ და ამ ადმინისტრაციამ უნდა გაიაზროს, რომ ეს უბრალოდ უკრაინის უსაფრთხოებას ეხება. ეს არის მათი გლობალური პოზიცია და ტრამპის პირადი პოზიციაც. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ისინი ახალ მისიას გამოიწყებენ, რომ გადაკეთებენ გეგმას და დაარწმუნებენ აშშ-ს პრეზიდენტს, რომ იგივე ენაზე ელაპარაკოს ყველამ და რეალური მშვიდობა მოუტანოს და არა რაღაცა ყალბი მშვიდობა, რომელიც რუსებმა გამოიყენონ. ეს არის ხანგრძლივადიანი მშვიდობა. გამოიყენა თუ არა რუსეთმა და პუტინმა ის ბოლო კორუფციული სკანდალი, რომელიც ასე გახმაურდა უკრაინაში და ვოლოდიმერ ზელენსკის საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა უახლოესი მეგობრის კვარტალ 95-ის დაფუძნებლის წინააღმდეგაც მათ შორის. კორუფცია გახდა თუ არა მთავარი პრობლემა დღეს უკრაინისთვის ამ ომში, რომლის გამოც არა მხოლოდ ამერიკელები, აი ევროპელებიც აკრიტიკებენ დღეს უკრაინის ხელისუფლებას. რამდენად დააზარალა ამ თემამ უკრაინა? Well, ერთი მხრივ კორუფცია მთლიანად მიუღებელია, საზღარი რაღაცა და ის ვინც მას იდენს უნდა იჭრეს ციხეში. მეორე მხრივ პირველად ხდება უკრაინის ისტორიაში, როდესაც კორუფციას ამძოლის სააგენტო, რომელიც მე ჩამოვაყალიბე 2014-16 წელს პრემიერ-მინისტრი ვიყავი და მაშინ ჩვენ შევქმნი დიდი ქსელი სხვადასხვა ანტიკორუფციული აგენტოების და შემოვიტანოთ ანტიკორუფციული სხვადასხვა ინსტრუმენტები. პირველად უკრაინის ისტორიაში მოხდა ეს, რომ ჩვენ ამხელა სისტემა გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის და მაღალი პროფილის ოფიციალური პირები, თანამდებობის პირები ბრალდებული იყვნენ კორუფციულ დანაშაულში. ეს არის დიდი უპირატესობა. არ არის, რა თქმა უნდა, ახალი ამბავი, რომ უკრაინაში არსებობს კორუფცია. კორუფცია არსებობს ყველგან, მაგრამ დამოუკიდებელმა კორუფციასთან მებრძოლმა სააგენტომ შეძლო მათი გამომჟღავნება. ეს არის მნიშვნელოვანი და ის ვინც იყენებს ამ სკანდალს როგორც გამართლებას, რომ მიაგდოს უკრაინა და პუტინს მიუგდოს იგი იყენებს მას უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ სინამდვილეში მე დარწმუნებული ვარ ახლანდელ სიტუაციაში ეს არის აშკარა ნიშანი, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი კორუფციან მებრძოლი სააგენტო, რომელიც სჯის დანაშაულს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავად
ჩაუდგეს სათავეში ამ პროცესს და არა შეაჩერა ეს პროცესი. ეს არის რომ ჩვენ დემოკრატიული ვართ, ჩვენ ვებრძვით კორუფციას ომის პირობებშიც კი. ბატონო აცენიუკ, თქვენც ისაუბრეთ, რომ უკრაინა ეხლა ვერ წავა ამ დათმობებზე, უბრალოდ ეს იქნება ალბათ უკრაინის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაკარგვაც. შეიძლება ასეთ შევაფასოთ ეს სამშვიდობო გეგმა და ახსენეთ ისიც, რომ რეალურად რუსეთი პირველად მოთხოვნებს დაუბრუნდა დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია და უკრაინის მთლიანად ლამის ოკუპაციასაც უდრის ეს ყველაფერი. ვიცი რომ ამ დღეებში ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის. ჯეიდი ვანსთან პრეზიდენტმა ძალიან დიდხანს ისაუბრა. რა არის ის რის გამოც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ამერიკული მხარის დათანხმება, როდესაც თქვენ ეუბნებით, რომ მეორე მხარედ ფაქტობრივად უკრაინის როგორც სუვერენული ქვეყნის ყოფნა არ ყოფნა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იმიტომ გეკითხებით, რომ 27 ნოემბერი არის ძალიან მკაცრივადად თქვენთვის მოცემული და შეიძლება თუ არა მანამდე აი ეს სტატუს კვო შეიცვალოს და ამერიკულმა მხარემ პოზიცია შეცვალოს. Well, it's better to ask Americans. ჯობია ამერიკელებს კითხოთ და არა მე. შეცვლიან ისინი პოზიციას თუ არა, მე მინდა კლავ გავიმეორო. ჩვენ კლავ ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს დემოკრატების და რეპუბლიკელების. და ამერიკელებსაც ექნებათ ეხლა შუალედური არჩევნები და უკრაინული საკითხი იქნება ამ კამპანიის ერთ-ერთი საკითხი. შეიძლება წამყვანი არა, მაგრამ იქნება. თქვენ მართალი ხართ, რომ ჩვენ დავუბრუნდით სტატუს-კვოს. ეს არის მიუღებელი, აბსოლუტურად მიუღებელი მოთხოვნები, რომელიც 2022-ში გააჟღერა პუტინმა და ეს არის ასლი, ზუსტი ასლი იმ კაპიტულაციის გეგმის, რომელიც პუტინმა ჩაიტანა ანკორიჯში პრეზიდენტ ტრამპად. ვინ შეადგინა ეს ახალი გეგმა? ეს არ არის ახალი ამბავი. ეს არის რუსეთის აგენტი დმიტრი რომელიც ახლოს არის ამერიკულ წრეებთან, განსაკუთრებით სპეციალურ დესპანთან ვიტკოვთან, ეხლა სიტყვა უკრაინელებსა და ევროპელებზე, რომ გადააკეთონ გეგმა და პუტინი გაამწარონ კიდე ერთხელ, ხოლო მსოფლიო გაახარონ. მოკლედ რომ ვთქვათ, სხვა არჩევანი არ არის. მხოლოდ უკრაინის რეალური გამარჯვება აი ამ ომში, წინამდელ შემთხვევაში ამას ექნება დომინოს ეფექტი და უმთავრესად აშშ-ისთვის. ამიტომაც მე იმედი მაქვს, რომ ეს მოგვარდება. კვლავ მაქვს იმედი. ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რომ გეჩქარებათ, მაგრამ ბოლოს შეკითხვა. ტრამპმა თქვა, რომ თუ კი არ მიიღებთ ამ გეგმას, მაშინ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ უკრაინელებს მოუწოდა, რომ მოდით გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად. რამდენად მზად არის კვლავ უკრაინა, თუ კი არ იქნება ამერიკის პოზიციის ცვლილება, მის გარეშე გააგრძელოს ბრძოლა. ჩვენ გვჭირდება ამერიკული მხარდაჭერა, ევროპის მხარდაჭერაც და მსოფლიოს მხარდაჭერა. ჩვენ 12 წელია ვიბრძეთ ამ ომში. დაგვეხმარეთ მის გამარჯვებაში. აი ეს არის მთავარი გზავნილი ევროპას, ამერიკაშიც, კაპიტოლიუმშიც და ევროპის დედაქალაქებში. დიდი მადლობა. პატივი მქონდა და სიამოვნება იყო თქვენთან ერთად.